თხოვნა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის უშიშროების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ სააკაშვილს რუსეთის პრეზიდენტთან შუამდგომლობას თხოვს. პეტრე ილუშკინს სასამართლო განაჩენის აღსრულება კერძოდ კუთვნილი ბინის გადაცემა სურს. წერილის ავტორი ამბობს, რომ კანონის თანახმად სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ხელისუფლება ვალდებულია ის ბინით უზრუნველყოს. რატომ გახდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთის უშიშროების სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკის წერილის ადრესატი და რა წერია სტავროპოლიდან გამოგზავნილ ბარათში. ქეთი ქაშაკაშვილი დეტალებით. გზავნილი რუსეთიდან FSB-ს ვიცე-პოლკოვნიკის წერილი საქართველოს პრეზიდენტს. წერილი 2010 წლის 23 ოქტომბრით თარიღდება და მისი ავტორი პეტრე ილუშკინია. ილუშკინი საქართველოს პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევთან შუამავლობას თხოვს. ვიცე-პოლკოვნიკი რუსეთის პრეზიდენტისგან რუსული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს. თქვენ და პრემიერ-მინისტრმა პუტინმა პირობა დადეთ, რომ 2010 წლის ბოლომდე სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი ფართით იქნებოდნენ უზრუნველყოფილები. თუმცა ჩემს მაგალითზე შეიძლება დაგარწმუნოთ, რომ ეს პირობა არ სრულდება. FSB-ს დირექტორს ჩემი ბინით უზრუნველყოფა 3 წლის წინ სასამართლომაც დაავალა, თუმცა ის სასამართლოს განაჩენს ამ დრომდე არ ასრულებს. წერილის რეალურობა პეტრე ილუშკინმა ქრონიკასთან საუბრისას დაადასტურა. ვიცე-პოლკოვნიკი ამბობს, რომ მისი მცირეწლოვანი ინვალიდი შვილის მკურნალობა მხოლოდ მოსკოვშია შესაძლებელი. ბინის არქონის გამო კი ილუშკინი სტავროპოლში ცხოვრობს. სამხედრო სამსახურიდან არ მათავისუფლებენ. რუსეთის ფედერაციის კანონის მიხედვით ის ოფიცრები, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებენ, საცხოვრებელი ფართით უნდა დაკმაყოფილდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ FSB-ს დირექტორი აცხადებს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უკვე შესრულებულია. ეს ტყუილია. საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე სამართლიან ადამიანად მივიჩნევ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ თხოვმას ჩემი წერილი მედვედევამდე მიიტანოს. მოსკოვში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები რუსეთში ბევრია. უკვე აღარავის უკვირს, რომ ადამიანები, რომლებიც ვალდებული არიან კანონი დაიცვა, ხშირ შემთხვევაში კანონს თავად არღვევენ. ახლა ილუშკინის წინააღმდეგ შავი პიარი აგორდება. იტყვიან, რომ გიჟი და არანორმალურია. ქურდობასაც დააბრალებენ. მინდა თქვენი ტელეარხის საშუალებით მივმართო მედვედევს და პუტინს, რომელიც თავად ვიცე-პოლკოვნიკია. შეაწუხოს სინდისმა, თუ მას ეს საერთოდ გააჩნია. მივმართავ მედვედევსაც დააკმაყოფილოს ის 100,000-ობით სამხედრო, რომლებიც ბინას ელოდებიან. არ ამგონია ილუშკინის პრობლემა ამ წერილმა მოაგვაროს. მსგავს მდგომარეობაში რუსეთში უამრავი ადამიანია. ხელისუფლება სამხედროებს პირდება, რომ ბინით უზრუნველყოფს, თუმცა დანაპირებს არ ასრულებს. ამის მიზეზი კი გამძაფრებული კორუფციაა. ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს წერილს გაუგზავნიდა უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკმა მოსკოვის ქუჩებში რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო, თუმცა ამაოდ. რუსეთის და სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის აღსრულებას რუსი ვიცე-პოლკოვნიკი ახლა საქართველოს პრეზიდენტის დახმარებით ცდილობს.